ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ქრონიკას 14 საათზე, მე ხატია ქვათაძევა. ლიბიაში გაუჩინარებული მეზღვაურის ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს, რასაც ხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. სამართალდამცველები მოჭიდავეებს და მწვრთნელებს კითხავენ დაპირისპირება ჭიდაობის ფედერაციაში. გაუჩინარებული 23 წლის ქართველი მეზღვაურის მოსაძებნად საგარეო საქმეთა სამინისტრო ლიბიის პოლიციასთან კავშირშია. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად საქმეში საგარეო უწყებაც ჩაერთო. დავით რაზმაძის შესახებ ოჯახს 2 კვირაა არაფერისმენია. ახლობლები დახმარებას ითხოვენ. რა ბერკეტი აქვს საქართველოს სახელმწიფოს? ნანუკა ქაჯაია იმყოფებოდა საგარეო უწყებაში და პირდაპირ ეთერში მოგუყვება. გისმენთ ნანუკა. ხატია, საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სამინისტრო ყველა გზით ცდილობს სიტუაციაში გარკვევას, მუშაობენ რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის დიპლომატიური არხებითაც. დღეს უკვე ლიბიაში ჩავიდა თურქეთის ხომალდის ადვოკატი, რომელიც ადგილზე გაეცნობა სიტუაციას და სწორედ მისგან ელოდებიან დამატებით ცნობებს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ჯერჯერობით უჭირთ განცხადება, თუ რატომ ვერ მოხერხდა 2 კვირის განმავლობაში 23 წლის მამაკაცის მოძებნა. გარდა ამისა, ვერ ადასტურებს საგარეო საქმეთა უწყება გავრცელებული ინფორმაციას, რომ თითქოს დაპატიმრებული ან გატაცებული არის დავით რაზმაძე, რადგან როგორც ზალკალიანის უწყებაში აცხადებენ, ამ თემასთან დაკავშირებით ოფიციალური პირები ლიბიაში ამ გავრცელებული ინფორმაციას ვერ ადასტურებენ. საქმეში ჩართული არის ეგვიპტეში, საქართველოს საელჩო, ასევე სტამბოლში საკონსულო, რადგან სწორედ თურქეთის ხომალდზე იმყოფებოდა სამუშაოდ დავით რაზმაძე და როგორც გითხარით, ხომალდის ადვოკატი უკვე იმყოფება ლიბიაში და დამატებით ცნობებს საგარეო საქმეთა სამინისტრო სწორედ ახლა მისგან ელოდება. გემი, რომელზეც ქართველი მეზღვაურები იმყოფებოდნენ, არის თურქული კომპანიის მფლობელობის ქვეშ. დღეს კომპანიის ადვოკატი უკვე იმყოფება ლიბიაში, ჩავიდა იქ რომ გაარკვიოს დეტალები. გამოძიებას აწარმოებს ლიბიური მხარე. ვერცერთ ვერსიას არ გვაქვს, ვერ გამოვრიცხავთ, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რამეადაც ასეთ შემთხვევაში გემის ეკიპაჟის დანარჩენ წევრებს რაიმე სახის ინფორმაცია ეწოდინებოდა, თან შემსწრე იქნებოდნენ. დაკავების მომენტისა, მაგრამ უნებრივია, თუ ეს დაკავება არალეგალური იყო და ადამიანი მოტაცებულია, ამ შემთხვევაში ეკიპაჟის წევრებისთვის ეს ცნობილი ვერ იქნება, თუმცა ვერცერთ ვერსიას ამ შემთხვევაში ჩვენ ვერ დავადასტურებთ, სანამ გამოძიება რაიმე სახის ხელშესახებ ინფორმაციას არ მოგვაწვდის. ხაზზე ვართ როგორც გემთლობელთან, ისე დროშის სახელმწიფოსთან და ისე ლიბიაში არსებულ შესაბამის სტრუქტურებთან მიმდინარეობს მოკვლევა და ველოდებით დამატებით ინფორმაციებს. ადგილზე არის ჩასული გემთლობელის წარმომადგენელი ადვოკატი და მისგანაც ველოდებით ინფორმაციების მოწოდებას. აღნიშნული მეზღვაური ჩავიდა ვახტაზე და შემდგომ, როდესაც ჩავიდა შემცვლელი, იქ ის აღარ დახვდა. დავით რაზმაძე 7 იანვარს გაუჩინარდა ხომალდიდან, თუმცა 1 კვირის დაგვიანებით გაიგეს ოჯახის წევრებმა. მათთვის ეს ფაქტიც აჩენს კითხვის ნიშნავს. ოჯახი აცხადებს, რომ 2 კვირის განმავლობაში ისინი ცდილობენ დაუკავშირდნენ ახალგაზრდა მამაკაცს, თუმცა ვერ ახერხებენ ვერანაირი გზით. დღეს ქრონიკას ოჯახის წევრებმა მოუყვნენ, რომ გამთენისას ეგვიპტეში მცხოვრებ დედას დაუკავშირდნენ დავით რაზმაძის ლიბიის საკონსულოდან და მას მიაწოდეს ფოტოსურათების თხოვდნენ გარდაცვალებისაგან ამოეცნოთ დავით რაზმაძე, თუმცა საბედნიეროდ ცხედრები ბუნებრივია დაათვალიერა დედამ, ფოტოსურათები და გარდაცვლილი არ აღმოჩნდა დავით რაზმაძე. ოჯახი იმედოვნებს, რომ ცოცხალი არის 23 წლის მამაკაცი და მათ იმედი აქვთ, რომ ის არის გატაცებული. თხოვენ საგარეო საქმეთა სამინისტროს უფრო აქტიურად ჩაერთონ სამძებრო სამუშაოებში. ეს ყველაფერი არის სიცრუე, გვამი არ ეკუთვნის დავით რაზმაძეს. ეს ინფორმაცია მიაწოდა აკიმმა, თავის მამობილმა, დავითის მამობილმა, მას მიაწოდა ლიბიის პოლიციამ. რომ უნდა ამოეცნო, მაგრამ ეს დავით რაზმაძეს ეს გვამი არ ეკუთვნის. ეგ დიდი ხნის უკანდელი გვამია და უბრალოდ ეხლა აჩვენეს, არის სხვადასხვა ვერსიები, მაგრამ არანაირი შეხება არ აქვს დავით რაზმაძის საქმესთან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩავიდა და დაკავებულია, რავი, ამ იმედით ვართ. თორე გემზე არ ვიცი ეკიპაჟთან არანაირი კონფლიქტი არ ქონია, ქონდა ყველასთან კარგი ურთიერთობა. დაიკარგა 7 იანვარს
და გავიგე 14 იანვარს. ერთი კვირის შემდეგ გამაგებინეს, რომ დაიკარგა ისა დავით აი წერილობით ისიც და შემდეგ დამიკავშირდნენ. ერთი კვირის შემდეგ. აი ეგეც არის არალოგიკული, რატომ მიკვირს ძალიან. ყველაფერი ადგილზეა, სიგარეტიც და ტელეფონიც იპოვეს ვახტაზე. აი სადაც სამუშაო ადგილი იყო მისი იმ მომენტისთვის, მისი პირადი ტელეფონი და სიგარეტი. და ნივთებიც ადგილზეა, პირადობა, თავისი დოკუმენტები, თავისი პირადი ნივთები, ყველაფერი კაიუტაშია იპოვეს. დავით რაზმაძის მამა და მისი ძმა აგვისტოს ომის მონაწილეები იყვნენ. ბიძა გარდაიცვალა სწორედ აგვისტოს ომის დროს. საგარეო საქმეთა უწყებაში აცხადებენ, რომ ლიბიაში იმყოფება, როგორც გითხარით, თურქეთის ხომალდის ადვოკატი და დამატებით ცნობებს სწორედ ელოდებიან ადვოკატისაგან. ის აუშუალოდ ადგილზე ეცნობა სიტუაციას. შეგახსენებთ, რომ 2 კვირა არის გაუჩინარებული, არის 23 წლის მამაკაცი. მადლობა ნანუკა ქაჯაიას. მოჭიდავესა და ფედერაციის პრეზიდენტს შორის დაპირისპირების ერთ-ერთი თვითმხილველი იკითხება. გოჩა ჩორგოლანთან ერთად ვაკე საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში კიდევ რამდენიმე ადამიანი იმყოფება. სამართალდამცველები 11 იანვარს სპორტის სასახლეში მომხდარს იკვლევენ, რა დროსაც ერთმანეთს ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი და ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე დაუპირისპირდნენ. ვასილ დაბრუნდაშვილი არკვევს დეტალებს და პირდაპირ ეთერში გვერდება გისმენთ ვასილ. ხათია ევროპის ორგზის ჩემპიონ ზურაბ დათუნაჩურს ჩვენ ვესაუბრეთ რამდენიმე წუთის წინ, როგორც მოჭიდავე აცხადებს, სამართალდამცველებმა ის დაკითხვაზე დაიბარეს, თუმცა პოლიციის შენობაში არ გამოცხადა, რის შემდეგაც სამართალდამცველები მასთან მივიდნენ გამოსაკითხად, თუმცა გამოკითხვაზე მან უარი განაცხადა, როგორც სპორტსმენი ჩვენთან საუბარში განმარტავს, მას არ სურს, რომ მისი განცხადების საფუძველზე, როგორც ის აცხადებს, ვინმეს დაკავება მოხდეს. რაც შეეხება უშუალოდ ინციდენტს. ინციდენტთან დაკავშირებით მოჭიდავე აცხადებს, რომ ეს შემთხვევა მოხდა 11 იანვარს სპორტის სასახლეში დაიწყო ჩხუბი და ამ ჩხუბში როგორც ზურაბ დათუნაშვილი აცხადებს მონაწილეობდა უშუალოდ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი და სწორედ მან მიაყენა დარტყმა თავის არეში საქმეში ფიგურირებს ცივი იარაღი სავარაუდოდ დარტყმა მიაყენა ჯაჭვის მეშვეობით რომელსაც რომლის შედეგად მან თავის არეში დაზიანება მიიღო ჩვენ შეგვიძლია სპორტსმენის განცხადება მოვისმინოთ არბიტრმა მე მომსახურა და ერთმა დამიბლოკა და მაგას ვაპროტესტებდი და გაურკვეველი ჯგუფი დაუპირისპირდა ჩემს ძმას სადაც ფიზიკურად შემდეგ მე ჩავედი ქვევით და მე გამომწიე საკით და შემდეგ ყველამ კარგად დაინახა ის გეგა გეგეშტი ჩვენი პრეზიდენტი რაღაც ხელკეტით რაღაც რკინის მოდის ჩემსკენ და რაღაც აგრესიულად მოქმედებს. დატოვოს თანამდებობა მან და მისმა გარემოცვამ და ჭიდაობის ფედერაციამ კანონიერი გზით აირჩიოს ვინმე პრეზიდენტი ვინც მოჭიდაობის ინტერესებს დაიცავს პირველ რიგში და ბლაგვის საგნით ცემას დაუწყებს და ჩხუბს. როგორც მოისმინეთ, მოჭიდავე მოითხოვს, რომ გეგა გეგეშიძემ თანამდებობა დატოვოს. ამ წუთებში კი ვაკე საბურთალოს პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში იკითხება რამდენიმე ადამიანი. ერთ-ერთი მათგანი არის გოჩა ჩორგოლიანი. სავარაუდოდ ის შეესწრო მომხდარ ინციდენტს სპორტის სასახლეში. მან შესვლამდე პოლიციის შენობაში შესვლამდე ჟურნალისტებთან დაკითხვასთან დაკავშირებით განმარტება არ გააკეთა და გითხრა, რომ გამოსვლის შემდეგ გააკეთებს განცხადება ჟურნალისტებთან მომხდარ ინციდენტთან მიმართებაში. იყავით თუ არა ჩხუბის რა ფაქტ შეესწარით რომ რა ფაქტ შეესწარით რომ ერთი წუთი რაც ინტერვიუში ვთქვი ყველაფერს ვაღიარებ რომ იყო შეესწარით მოსამართის თანასწორი დაიკითხების ცენტრი აქვე არ ვიცი რა ინფორმაციას მიაწვით გამოძიეთ რომ გითხრათ რაც შეეხება გეგა გეგეშიძეს და მის პოზიციას, ჩვენ დღეს მთელი დღის განმავლობაში ვცდილობთ მასთან კომუნიკაციას, თუმცა გეგეშიძე ჩვენ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, ასევე ცნობილია ისიც, რომ გამოძიებასთან არც თავად გეგეშიძე არ თანამშრომლობს. ასეთია ვითარება ამ დროისათვის, როგორც უკვე გითხარით, პოლიციის განყოფილებაში იკითხება რამდენიმე ადამიანი, რომელიც 11 იანვარს მომხდარს უშუალოდ შეესწრო სპორტის სასახლეში. მადლობა, ეს ვასილ დაბრუნდაშვილი იყო. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს არალეგიტიმურს უწოდებენ. საბჭოსთან შეკრებილთა ბრალდებებს მოსამართლე წევრები გამოეხმაურნენ. მარიამ ქართველიშვილი გაგვაცნობს მათ პოზიციას. გისმენთ მარიამ.
დიახ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლე წევრებმა არაკანონიერი და არალეგიტიმური უწოდეს მესამე სექტორის და სამოქალაქო სექტორის მხრიდან გაჟღერებულ მოთხოვნებს მათი განცხადებით მესამე სექტორის წარმომადგენლებს სურთ გავლენა იქონიონ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესებზე, რაც შეეხება მოთხოვნებს იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს საბჭოს დელეგიტიმაცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლე წევრები აცხადებენ, რომ თავის დროზე საბჭო დაკომპლექტდა კანონის სრული დაცვით და ლეგიტიმურად შესაბამისად მესამე სექტორის და სამოქალაქო სექტორის ეს მოთხოვნა არის უკანონო. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, რომ არასამთავრობო სექტორი ახორციელებს მიზანმიმართულ დევნას კონკრეტული მოსამართლეების და საბჭოს მოსამართლე წევრების. ჩვენს ოპონენტებს ამოძრავებთ ნამდვილად პირადი ინტერესები და კონკრეტული პირების მიმართ არსებული პირადი ინტერესები. ჩვენ ნათლად დავინახეთ ის, რომ არანაირ კრიტერიუმებზე და რეგულაციებზე აქ საუბარი არ არის და ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ გამოგონული სიცრუე, ისე როგორც ჩვენ ამას ვამბობდით. დასაწყისშივე არანაირ კრიტერიუმზე აქ და რეგულაციებზე საუბარი არავის არ სურს. ხორციელდება მიზანმიმართული დევნა კონკრეტული მოსამართლეებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა გადაწყვეტილების გამო, რომელიც მიიღო საქართველოს კონსტიტუციის და ორგანული კანონის საერთო სასამართლოების შესახებ სრული დაცვით იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ. ეს არის დევნა ჩვენს მიმართ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლე წევრების მიმართ, იმ სიაში არსებული კანდიდატების მიმართ და მათთვის ზოგადად არასასურველი მოსამართლეების მიმართ, როგორც ქალბატონმა გიგაურმა, კაპიტანმა გიგაურმა დაადასტურა თავის ერთ-ერთ ინტერვიუში, საუბარია დაახლოებით 20-მდე ადამიანზე, რომელიც მისი თქმით თუ მოშორდება სისტემა გაჯანსაღდება. აი ეს არის რეალურად სახე. კიდევ ვიმეორებ, ყველანაირი საუბარი დემოკრატიულ პროცესზე რომ შემუშავდეს კრიტერიუმები და პროცედურა, ეს არის ფარსი. ბუნებრივია რადიკალურად განსხვავებული არამოსამართლე წევრების პოზიცია, ისინი აქციას შეუერთდნენ და გაიზიარეს აქციის მოთხოვნები, რაც შეეხება სხდომას ამ წუთებში მიმდინარეობს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სხდომა, სადაც მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს. სულ 78 კანდიდატია და 43 ვაკანტური ადგილია. დღეს მოხდება 11 მათგანთან გასაუბრება. ამის შემდეგ დარჩება 3 კანდიდატი, მათ შორის არის გიორგი მიქაუტაძე, რომელსაც უვადოდ გამწესება სასამართლოში. მადლობა მარიამ ქართველიშვილს. აქცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან სხდომის პარალელურად მიმდინარეობდა. არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები ხელმოწერებს აგროვებდნენ მანიფესტისათვის მართლმსაჯულების გადასარჩენად. მათ რამდენიმე მთავარი მოთხოვნა ჰქონდათ, ერთ-ერთი იყო სასამართლო სისტემის მათი თქმით კლანური მმართველობისაგან გათავისუფლება, ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიის სრულად განახლება. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ის წევრები, რომელსაც დაუჭირეს მხარი ამ პროცესებს, უნდა გადადგნენ და პარლამენტმა მხოლოდ მას შემდეგ უნდა გააგრძელოს პროცესი, რაც ახალი საბჭო დაკომპლექტდება. წინააღმდეგ შემთხვევაში არავითარი აზრი არ აქვს, არ დაინიშნება ჩინჩალაძე, დაინიშნება სხვა გვარის ადამიანი, მაგრამ ისინი ისეთივე უსიტყვო ამსრულებლები იქნებიან მათი ლიდერების, სასამართლოს კლანის ლიდერების მოსაზრებების, როგორც ამას ჩვენ ძალიან დიდი ხანია შევერჩივით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უზენაეს სასამართლოში ნომინირებული იყვნენ ძალიან კვალიფიციური და კომპეტენტური სპეციალისტები, რომელთაც წარსულთან დაკავშირებით არანაირი შეკითხვა არ ისმის, როგორც შეკითხვაც ისმის ჩინჩალაძის და ბევრი სხვა კლანის წევრი მოსამართლის მიმართ. აქ არის სისტემური ცვლილებების მოთხოვნა. ამ ხალხის გადადგომა მე პირადად კიდე დავამატებდი, რომ საბჭოს ფორმირების წესის შეცვლა, მოსამართლეთა დანიშვნის წესის შეცვლა, რომელიც აუცილებელია, რაც უნდა შეიცვალოს. ჩემი აქ დგომა ნიშნავს, რომ არის სისტემური ცვლილებები გასაკეთებელი. რაც მეტი ადამიანი აიმაღლებს ხმას იმის წინააღმდეგ, რომ კლანს უნდა, რომ საბოლოოდ ჩაიცემენტოს თავი სასამართლო სისტემაში, რაც ჩვენ შვილებს დახვდება წინ, მით მეტი შესაძლებლობა იქნება, რომ სწორად ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ წავიყვანოთ ეს პროცესი. თბილისის მერიასა და სასტუმრო ბუდაპეშტის მფლობელს შორის შეთანხმება ვერ შედგა. თითქმის 40 წუთიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. მშენებელი ამბობს, რომ შესაბამის დოკუმენტაციას ფლობს და პროცესის გაჭიანურება უკანონობაა, რაც მის უფლებებს არღვევს. მხარეთა პოზიციებს დავით ცაგარელი გაგვეცნობს. დავით, გისმენთ.
დიახ, მერია იმყოფება საზოგადოების მცირე ნაწილის წნეხის ქვეშ. ასეთ განცხადებას გიორგი ზაქაიძე აკეთებს შეხვედრის დასრულების შემდეგ სასტუმრო ბუდაპეშტის ფლობელის თქმით. მას გააჩნია 2013 წელს გაცემული სპეციალური ნებართვა, რომელიც აქ ვაკის პარკში აძლევს უფლებას ააშენოს 30 მეტრიანი სასტუმრო. მისთვის გაუგებარია თუ რატომ არ აძლევს ამის უფლებას მერია და ამბობს, რომ თუ კი პროცესი ამდაგვარად გაგრძელდება და უახლოეს პერიოდში სიტუაცია არ შეიცვლება, ის აპირებს, რომ მიმართოს სასამართლოს და არა უკვე მხოლოდ მშენებლობის განახლების ნებართვით, არამედ მოითხოვს ზარალის ანაზღაურებასაც, რომელიც მისი განცხადებით არის საკმაოდ დიდი. რაც შეეხება დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლებს, ისინი ადასტურებენ, რომ 2013 წელს გაცემული სპეციალური ნებართვა არის უვადო და ზაქაიძეს ნამდვილად აქვს უფლება ააშენოს სასტუმრო ვაკის პარკში, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ რაოდენ ძვირიც არ უნდა დაუჯდეთ, ყოველგვარად შეეცდებიან, რომ წინაღუდგნენ ამ პროცესს. 2013 წლის მშენებლობის ნებართვა თავის სპეცნებართვით ჩვენ გვაქვს აღდგენილი სასამართლოს მიერ განჩინებით და დავალებული აქვს ქალაქ თბილისის მერიას, რომ ჩვენ ეს მშენებლობის ნებართვა აგვიდგინოს გაგვაგრძელებინოს. დღეს მერია მეუბნება, რომ მე მშენებლობის ნებართვა არ მაქვს. თუ ჩვენ ეს ვალდებულება არ შეასრულა მერიამ და არ აგვიდგინა ერთ დღეში და ორ დღეში, ჩვენ წავალთ სასამართლოში და იმის გარდა რომ აღვიდგენთ ამ მშენებლობის ნებართვას, რაც უკვე ჩვენ აღდგენილი გვაქვს ამ სპეცნებართვით და უკვე ჩვენ გაგვაჩინეს და გქონდა ყოველთვის. მაგის გარდა ვიდავებ ზიანზე, რომელიც ძალიან დიდი აქვს ჩვენ კომპანიას მიღებული. ავტომატურ რეჟიმში ამის კუთვნილება ალბათ არ იქნება სწორი, მაგრამ ნუ რაღაც გარკვეული პროცედურის საფუძველზე ამ ნებართვის გაცემის რეჟიმში მერია აუცილებლად ჩავარდება თუ ეს კომპანია გააკეთებს მომართვას. ნებართვას ვადა გაუვიდა, მაგრამ ნებართვარის საფუძველზეც გაიცა ეს არის სპეციალური აქტი, რომელიც 2013 წელს გამოსცა იმ დროინდელმა მერმა და ეს არის უვადო აქტი, რომელიც დღეს ძალაშია და ამ ადამიანს ხელში უჭირავს. ეს არის ის საკმაოდ მძიმე მდგომარეობა, რომელიც მერიას შეექმნა, რომელზეც ახლა ჩვენ ყველაფერს ვცდილობთ, რომ ეს არ დაუშვათ. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ეს არის ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი, რომ გავცეთ მშენებლობის ნებართვა ვაკის პარკში 30 მეტრიანი სასტუმრო სასაშენებლად. ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის ნებართვა 2013 წლის ივნისში ჯერ კიდევ გიგი უგულავას მერობის პერიოდში გაიცა. ეს გააპროტესტეს მაშინ და საქალაქო სასამართლომ ბათილაცნო ეს გადაწყვეტილება, რის შემდეგაც უკვე სასტუმროს დამფუძნებელმა გააგრძელა დავა და სააპელაციო სასამართლომ, ისევე როგორც უზენაესმა სასამართლომ მას დართონება იმისა, რომ ვაკის პარკში მოხდეს სასტუმროს მშენებლობა. მადლობა დავით საგარელის. სასწავლო პროცესი დღეიდან განახლდა. განათლების სამინისტროს რეკომენდაციით ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებას დეზინფექცია წინასწარ ჩაუტარდა. ბაღებსა და სკოლებში სწავლა 14 იანვარს უნდა განახლებულიყო, თუმცა გრიპის ვირუსის შემთხვევების გამო ერთი კვირით გადაიდო. ჩვენი სამინისტროს მხრიდან გავრცელდა ასევე ახალი რეკომენდაციები, რომელიც ეხება სასწავლო დაწესებულებებში შესაბამის ჰიგიენური წესების მაქსიმალურ დაცვას, რაც შესაბამისად აგვარიდებს, რომ შემდგომ იმას გავრცელებას ინფექციური დაავადებების და ვირუსული დაავადებების ჩვენი მხრიდან ყოველდღიურად ფაქტიურად ყოველ საათში ერთხელ განხორციელდება კომუნიკაცია სკოლებთან და თუ შესაბამისად მოხდა გარკვეულ რისკებთან იქნა დაკავშირებული სწავლის პროცესის როგორც მიმდინარეობა, ისევე ბავშვების ჯანმრთელობის უსაფრთხოება, შესაბამის ღონისძიებას და გადაწყვეტილებებს მივიღებთ, რომელიც დამოკიდებული იქნება თვითონ პროცესიდან გამომდინარე. მნიშვნელოვანია ის, რომ სკოლა დამუშავდა სველი წესით და ჩვენ გავატარეთ გარკვეული ღონისძიებები, მაგრამ აუცილებელია, რომ თითოეულმა ბავშვმა დაიცვას უსაფრთხოების და ჰიგიენური წესები და რა თქმა უნდა, რჩევებს მივცემთ. სულ წერტილებში იქნება, რა თქმა უნდა, საპონი, ქაღალდი, ყველა ის ჰიგიენური საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს, რომ სისუფთავე მაქსიმალურად იყოს დაცული. წითელას ვირუსით დაავადების სტატისტიკა მზარდია. ბოლო 18 დღის განმავლობაში 357 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი ამ ეტაპზე თბილისში, სამეგრელოს ზემო სვანეთში, იმერეთსა და კახეთის რეგიონებშია გავრცელებული. საქართველოს ყველა მოქალაქისათვის წითელას ვაქცინაცია უფასოა. დედაქალაქში 5 კლინიკა საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. ბოლო 3 დღეში კლინიკა მედკაპიტალში 400-მდე ადამიანი აიცრა. წითელას მომართვიანობა ძალიან გაიზარდა. 3 დღეში უკვე 400-მდე კაცი არის მოქალაქე არის აცრილი. ვაქცინა არის უვნებელი, არ არის საშიში, არა გვაქვს არა იძლევა არავითარ გვერდით მოვლენებს და ამობრძანდი და აიცარით და დაიცავით თქვენი თავი და დავამარცხოთ წითელა.
პრემიერ-მინისტრის ლიეტუვას რესპუბლიკაში ვიზიტი კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო. მამუკა ბახტაძე უკვე ესაუბრა პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიძესაც. მასპინძელი ქვეყნის ლიდერებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს. ნინო არღლიანი ვიზიტის შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას მოგვაწვდის. რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტის დალია გრიბაუსკაიძეს დახურული შეხვედრა, სადაც მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს და ლიეტუვას პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლიეტუვა ერთგული რჩება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ასევე დღეს დახურულ შეხვედრაზე საუბარი შედგა როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ თანამშრომლობის გზებზე. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ინტეგრაციაზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ჩვენ გქონდა ძალიან შინაარსიანი საუბარი რეგიონში შექმნილი სიტუაციის შესახებ, იმ გეოპოლიტიკური სიტუაცია, რომელიც არის შექმნილი საქართველოს გარშემო, ის უსაფრთხოების გამოწვევები, რომელსაც ჩვენ უმკლავდებით ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით და მათ შორის ლიეტუვას მხარდაჭერით, მომავალშიც გაგრძელდება. ლიეტუვა მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, ევროპული კურსის მხარდაჭერას. ძალიან პოზიტიური შეფასება იყო მიცემული საქართველოს მიმდინარე რეფორმებზე, კერძოდ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე. აღინიშნა საქართველოს როლი, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვს გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში. ლიეტუვას პრეზიდენტთან შეხვედრამდე გაიმართა ოფიციალური დახვედრის ცერემონია მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. მამუკა ბახტაძეს პირადად უმასპინძლა ლიეტუვას პრემიერ-მინისტრმა საულიუს სკვერნელისმა, რომელმაც ჯერ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან პირისპირ შეხვედრა გამართა. მოგვიანებით შეხვედრა გაფართოებულ ფორმატშიც გაიმართა და ამის შემდეგ უკვე გაკეთდა ერთობლივი განცხადებები მედიისთვის. ლიეტუვას პრემიერ-მინისტრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ლიეტუვა ყოველთვის უჭერდა და მომავალშიც დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და ასევე ლიეტუვა მხარდამჭერია საქართველოს ევროინტეგრაციის. ლიეტუვას პრემიერმა პოლიტიკურ საკითხებთან ერთად ასევე ისაუბრა ეკონომიკურ საკითხებზე და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით არსებობს დიდი პოტენციალი ურთიერთობების გაღრმავების. მან ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყება ფრენები თბილისი ვილნიუსის მიმართულებით, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ეკონომიკურ თანამშრომლობას. რაც შეეხება საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძემ ლიეტუვას პრემიერს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ სიმბოლურია ვიზიტი დაემთხვა ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წელს და პრემიერი ამბობს, რომ დახურულ შეხვედრებზე მათ ასევე დეტალურად ისაუბრეს რუსეთის აგრესიულ პოლიტიკასთან დაკავშირებით და იმ საკითხებზე თუ რა ვითარებაა დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენ ყოველთვის დაუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. საერთაშორისო ურთიერთობებში დაუშვებელია ძალის გამოყენება ან ძალის გამოყენების მუქარა. მიმდინარე წელს აღნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის თავს, თუმცა ჩვენი დიპლომატიური ისტორია 550 წელზე მეტს ითვლის. ფიქრობ, შესაძლებელია კიდევ უფრო მეტად გავააქტიუროთ ეკონომიკური თანამშრომლობა. ლიეტუვა შეუძლია იამაყოს შესანიშნავი სტარტაპებით. ამ მიმართულებით 183 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია მოვიზიდეთ და იმედი მაქვს ამ სფეროშიც გამოჩნდება ახალი შესაძლებლობები ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობისთვის. ჩემს კოლეგას ვესაუბრე ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე. ჩვენ განვიხილეთ მნიშვნელოვანი რეგიონალური ენერგო და სატრანსპორტო პროექტები, რომელთა ერთობლივი განხორციელება ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალის გაზრდასა და ახალი ბაზრების ათვისებას შეუწყობს ხელს. ბოლო წლების განმავლობაში მზარდია ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა. ასევე გაორმაგებულია ვიზიტორთა რიცხვი საქართველოში, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი პირდაპირმა საჰაერო მიმოსვლამ ქუთაისსა და ვილნიუსს შორის. დარწმუნებული ვარ, ეს ასევე ხელს შეუწყობს სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურებას და ბიზნეს კონტაქტების კიდევ უფრო გახშირებას. დღესვე დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა ქართველ სტუდენტებთან. დაახლოებით 200-მდე სტუდენტი სწავლობს აქ ლიეტუვას დედაქალაქში ვილნიუსში. ეს შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართება, რა დროსაც მამუკა ბახტაძე ქართველი სტუდენტების კითხვებს უპასუხებს.
ეს იყო ნინო არღულიანი და ვილნიუსი. რა გზავნილები აქვს ოფიციალური ბრიუსელისათვის ქვეყნის პირველ პირს. პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტის ოფიციალური ნაწილი ხვალ დაიწყება. სალომე ზურაბიშვილი ნატოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრებს გეგმავს. ნატა მახვილაძე ევროპელ ლიდერებს ესაუბრა და პრეზიდენტის პირველი ვიზიტის შესახებ ბრიუსელიდან ისაუბრებს. სალომე ზურაბიშვილის პირველი ვიზიტი ბრიუსელში პოლიტიკური განაცხადია, რომ ევროკავშირი და ნატო საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტნიორები არიან. შესაბამისად, ბელგიის დედაქალაქში საკმაოდ დიდი მოლოდინია სალომე ზურაბიშვილის სტუმრობის. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო უწყების ხელმძღვანელები ამბობენ, რომ აუცილებელია გაგრძელდეს რეფორმები საქართველოში და თქვენ იცით, რომ ევროკავშირი 100 მილიონ ევროს გამოყოფს სხვადასხვა სფეროს განვითარებისთვის, ოფიციალური თბილისისთვის. სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტი ხვალიდან იწყება, ის შეხვდება დონალდ ტუსკს, ასევე ჟან-კლოდ იუნკერს, დაგეგმილია ასევე შეხვედრები ნატოში. საგარეო უწყების ხელმძღვანელები ამბობენ, რომ აუცილებელია საქართველოს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს. ჩვენ ვცდილობთ ერთად მუშაობა გავაგრძელოთ. ეს ეხება არა მხოლოდ ევროკავშირს, ასევე ნატოსაც. სხვადასხვა კოალიციაში საქართველოს მაღალ დონეზეა წარმოდგენილი, მათ შორის სამხედრო თვალსაზრისით. გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და ვნახავთ, როგორია საქართველოს ინტეგრაციის შესაძლებლობა. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი აღმოსავლელი პარტნიორების მხარდაჭერა და მათი განვითარების ხელშეწყობა. მინისტერიალში მონაწილეობით აღნიშნავთ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტის დაწყების 10 წლის თავს. ახლა მნიშვნელოვანია შევაფასოთ მისი მიმდინარეობა და ასევე ვნახოთ, როგორ გაგრძელდება ის მომავალში. აუცილებელია ჩვენ პარტნიორებთან ურთიერთობების განვითარება, რადგანაც ისინი ევროპის უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვან საყრდენს წარმოადგენენ. განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ის ქვეყნები, ვისთანაც ხელმოწერილია ასოცირების შეთანხმება. ეს ქვეყნებია მოლდოვა, უკრაინა და საქართველო. ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა ნათელია ყველასთვის, ვინც თავს არ დაზოგავს რეფორმების განხორციელების კუთხით. ტოპ კანდიდატია საქართველო. კარგი შესაძლებლობაა იმის შესაფასებლად, თუ რისი განხორციელებაც მოხდა აქამდე. რაც შეეხება მომავალს, აღნიშნავთ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ამოქმედების 10 წლის თავს. ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობა წარმატებით გრძელდება. ახლა ზუსტი შეფასება გამიჭირდება, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო ნამდვილად სანდო პარტნიორია, რომელმაც კონკრეტულ შედეგებს უკვე მიაღწია. კარგია პრეზიდენტი რომ ჩამოდის ბრიუსელში, რაც იმის დამადასტურებელია, რომ ეს ურთიერთობები მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ვიცით, რომ საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს რეფორმები და მას ყოველთვის უწოდებთ ლიდერს რეგიონში. ეს მართლაც მრავლისთქმელი ეპითეტია. ვიცით, რომ ვითარება მარტივი არ არის, არც ოკუპირებულ აფხაზეთთან და არც სამხრეთ ოსეთთან, რადგანაც გრძელდება ბორდერიზაცია. ახლად არჩეული პრეზიდენტიც და მთავრობას თავისი მუშაობით დაამტკიცებს, რომ საჭიროა წინსვლა. რა გზავნილები აქვს ქვეყნის პირველ პირს ოფიციალური ბრიუსელისთვის, ეს ცნობილი გახდება ხვალ. შეხვედრების შემდეგ დაგეგმილია განცხადებები მედიისთვის. სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ბრიუსელში ორდღიანია, ის ბელგიის დედაქალაქს 23 იანვარს დატოვებს. როგორ უნდა მოგვარდეს ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებთან დაკავშირებით უსაფრთხოების საკითხები. კახა კალაძის განცხადებით, ხედვას უახლოეს მომავალში დედაქალაქის მთავრობა წარმოადგენს. თბილისის მერმა იმედი ლაივის ეთერში განმარტა, რომ ისეთი რეგულაციის შემოღება, რომელიც ექსპლუატაციაში მიუღებელ საცხოვრებელ კორპუსებში ცხოვრებას აკრძალავს, ათასობით ოჯახისათვის პრობლემას შექმნის. დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მერმა თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობის დროს კანონში ცვლილებები შევიდა და ის მუხლი გაუქმდა, რომელიც მოქალაქეს ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობაში ცხოვრებას უკრძალავდა. რამოდენიმე ამის ცვლილება ჩვენ პირდაპირ მოგცემს სერიოზულ პრობლემას, იმიტომ რომ თქვენ წარმოიდგინეთ, როგორც საუბრობდი, ათასობით ოჯახი ცხოვრობს შენობა-ნაგებობებში, რომლებიც არ არის ექსპლუატაციაში მიღებული. როდესაც ამ ცვლილებას აკეთებ, რა უნდა უყო იმ შენობა-ნაგებობებს, ხო? იმ ადამიანებს ხო ვერ გამოიყვან, ხო ვერ დაანგრევ იმ შენობა-ნაგებობებს. სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, თუმცა ვამზადებთ ამ მიმართულებით გარკვეულ ცვლილებებს და უახლოეს მომავალში წარუდგენთ საზოგადოებას, როგორ იქნება ჩვენი ხედვა. დედაქალაქში მომხდარ უბედურ შემთხვევებთან დაკავშირებით, ასევე ექსპლუატაციაში არ შესულ კორპუსებთან დაკავშირებით სასაუბროთ. მერის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ფრაქციის სხდომაზე დაიბარეს, თუმცა ის საკრებულოში არ გამოცხადებულა, რაც ოპოზიციის შეფასებით უპასუხისმგებლობაა. თავად სამსახურის ხელმძღვანელი კი განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტს საკრებულოსთან კომუნიკაციის პრობლემა არ აქვს, თუმცა არ აპირებს სპეკულაციაში ახვეს ოპოზიციას და იმ ჯგუფს, რომელიც ამ უბედურ შემთხვევას იყენებს.
დეპუტატების არ მიღება ან არ საუბარი საერთოდ. გვინდოდა გვესაუბრა გაზის აფეთქების შედეგად იქ მდგომარეობაზე, რას აპირებს მერია, რას გეგმავს შემდგომში პრევენციის მიზნით, რომ იგივე კატასტროფა აღარ განმეორდეს, მათ შორის ექსპლუატაციაში მიუღებლობის საკითხებზე, ასევე თქვენ იცით, რომ შაბათს მოხდა დიდი ტრაგედია, რომელიც იყო პირდაპირ პასუხისმგებლობა მერიის მუნიციპალური ინსპექციის, რომელსაც 13 წლის ბავშვი სიცოცხლე შეეწირა. ამაზე მნიშვნელოვანი, ამაზე ტრაგიკული რა უნდა მოხდეს, რომ მერია მოვიდეს სასაუბროთ ამ საკითხებზე. საკრებულოსთან ჩვენ კომუნიკაციის პრობლემა არ აქვს, ნებისმიერ საკითხს შეგვიძლია ნებისმიერ დროს ვისაუბროთ. რაც ეხება უბედურ შემთხვევას, რომელიც მოხდა ქალაქის მომას გააკეთა განცხადება, თუ რა შემთხვევა ქონდა მუნიციპალურ ინსპექციას იმ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელიც მოხდა. აქედან გამომდინარე, არ ვაპირებთ სპეკულაციებში შევიდეთ კონკრეტულ ჯგუფებთან, რომელიც აპირებენ, რომ ეს უბედური შემთხვევა გამოიყო იქიდან გამომდინარე, რომ ეს იყოს რაღაცა სიტუაციის შემთხვევა იმაში, რომ თუნდაც ჩვენი სამსახური არ აკეთებს რამეს. ექსპლუატაციაში იქნებოდა თუ არ იქნებოდა ეს შემთხვევაზე საკეთებენ აპელირებას, მას მნიშვნელობა არ აქვს, მოხდა უბედური შემთხვევა. ჩვენ მუნიციპალიტეტი ყველაფრის გავაკეთეთ. იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ოჯახს დავეხმარო და მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ უსაფრთხოების ზონა იყოს დაცული ყველა. ზუგდიდში მომუშავე გარემოვაჭრეები ქალაქის მთავრობისაგან გარევაჭრობის უფლებას ითხოვენ და ამბობენ, რომ ეს მათი შემოსავლის ძირითადი წყაროა. მერიის განმარტებით კი ალტერნატიული ფართი ყველას შესთავაზეს და გარევაჭრობა მიმდინარე კვირის განმავლობაში მთელ ქალაქში აიკრძალება. ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა რუსთაველისა და კეიდიას ქუჩაზე დახლები გუშინ აიღეს. ქუჩაში ვდგავარ შვილო, ქუჩაში. ტალახი ამხელა ტალახია. პურის პური ხო უნდა გავაკეთო. ჩემი თავარი მოთხოვნა ისაა შვილო. ქუჩაში რო მქონდა ტავარი და ყველაფერი რო გადაყარეს, მომცეს საშუალება იმისი, რომ რაღაცა პური ჭამო. იყო შექმნილი მერიაში დროებითი ჯგუფი, რომელიც მუშაობდა ამ თემებზე, რომ გარემოვაჭრებთან დაკავშირებით იყო პრობლემები და ხალხს რო დაბრუნებოდა ნორმალური იერსახეთა დასუფთავებული იყო ხალხი. შეიმუშავა საკრებულომ წესი გარევაჭრობასთან დაკავშირებით, რომ გაწმენდილიყო და აკრძალულიყო გარევაჭრობა მთელს ზუგდიდის ტერიტორიაზე. მაგრამ ისე არ მომხდარა ეს, რომ ალტერნატიული ფართები არ შეგვეთავაზებინა გარემოვაჭრეების. თბილისში გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის კონგრესი მიმდინარეობს. მე-18 საერთაშორისო კონგრესი 5 დღეს გასტანს. 70-მდე ქვეყნიდან 300 გიდი და ტურიზმის ბიზნესის წარმომადგენელია ჩამოსული. მონაწილეებს სიტყვით მიმართა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა რუსუდან მამაცაშვილმა. გიდების ასოციაციის მსოფლიო ფედერაცია ავტორიტეტული ორგანიზაციაა, რომელიც ტურისტული გიდების საერთაშორისო სტანდარტებს განსაზღვრავს. კონგრესი 2 წელიწადში ერთხელ იმართება, მისი მონაწილეები 2 კვირის განმავლობაში საქართველოს რეგიონებს ეწვევიან და ქართულ კულტურასა და ტრადიციებს გაეცნობიან. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით დღეს მასპინძლობ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის მე-18 კონგრესს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში გიდის პროფესიის პოპულარიზაციას, ბიზნეს ტურიზმის სახალისებას. ჩამოსულია სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის საუკეთესო წარმომადგენელი, რომლებიც ძალიან დიდ ინტერესს გამოხატავენ ჩვენი ქვეყნის მიმართ. ჩამოსულია 300 ექსპერტი, პროფესიონალი თავისი საქმის, ესენი არიან ასოციაციის პრეზიდენტები, მათი ჯგუფის წარმომადგენლები და არის 70 ქვეყანა წარდგენილი 5 კონტინენტიდან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან აი ამ დონის, აი ამ რაოდენობის პროფესიონალები თავისი საქმის საქართველოში ჯერ არ ყოფილან. რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ შევხვდებით. ქრონიკას 14 საათზე. ისრაელმა სირიაში ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურა დაბომბა. ინფორმაცია ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა. უწყების განმარტებით საჰაერო იერიში დამასკოსთან ახლოს მდებარე ობიექტებზე მიიტანეს. დამასკოს განცხადებით კი საზენიტო სარაკეტო კომპლექსებმა 7 რაკეტა გაანეიტრალეს. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ სირიამ ისრაელის მიმართულებით რაკეტა გაუშვა, თუმცა მისი გაუნებელყოფა ებრაულმა თავდაცვის სისტემამ შეძლო. ავღანეთში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. ბოლო მონაცემებით სპეცდანიშნულების რაზმის ბაზასთან აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.
მექსიკაში ნავთობსადენზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობაც გაზრდილია. ბოლო მონაცემებით უბედურ შემთხვევას 85-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 70-ზე მეტი დაშავდა. აფეთქების მიზეზი საწვავის მოპარვის მიზნით მილსადენის გახვრეტა გახდა. ნავთობის მოპარვის გამო მექსიკის ბიუჯეტი ყოველწლიურად $3 მილიარდ მეტს გარგავს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი დღეს ქვეყნის პარლამენტში ევროკავშირიდან გასვლის ალტერნატიულ გეგმას წარადგენს. როგორი იქნება მეის ახალი გეგმა, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ბრიტანული მედია ვარაუდობს, რომ მთავრობამ შესაძლოა ცალკე ორმხრივი შეთანხმება გააფორმოს ირლანდიასთან, რის საფუძველზეც ჩრდილოეთ ირლანდიასთან სასაზღვრო რეჟიმის პრობლემის გადაჭრა მოხერხდება. მანამდე ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატამ ხმათა უმრავლესობით ევროკავშირთან შეთანხმებული პროექტი ჩააგდო. ჩინეთის მოსახლეობა 2018 წელს 5 მილიონით გაიზარდა და $1,395 მილიონს შეადგენს. ამის შესახებ ჩინეთის სტატისტიკის სახელმწიფო ბიურო იტყობინება. ამავე მონაცემებით გასულ წელს ქვეყანაში 7,370,000 ბავშვი დაიბადა და 10 მილიონამდე ადამიანი გარდაიცვალა. კაცების რაოდენობა ქალებისას კი დაახლოებით 400,000-ით აღემატება. დღის ყველა სიახლეს გაეცნობით ვებგვერდზე იმედი ნიუსში, შევხვდებით 17 საათზე დროებით.